ვნების შვიდეული. დიდმარხვის ბოლო კვირას მაცხოვრისგან გაღებული ჯვარცმის აღსანიშნავად ვნების შვიდეული ეწოდება. როგორც დიდი მარხვაა გამორჩეული თავისი სიმკაცრით ეკლესიისგან დაწესებულ მარხვათა შორის, ასევე ამ მარხვის ბოლო შვიდეული განსაკუთრებულ ლოცვასა და მარხვას გულისხმობს. თავისი ღრმა სულიერი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვნების შვიდეულის თითოეული დღე იწოდება დიდად. დიდ ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს სრულდება პირველშეწირულის ლიტურგია, რომლის დროსაც ყველა მოქმედ ტაძარში სრულად იქნება წაკითხული სახარება. დიდ ოთხშაბათს, როგორც ვიცით, მაცხოვრის 12 მოწაფეთაგან ერთ-ერთმა იუდა ისკარიოტელმა უფალი გასცა. ჩვენ კი მორწმუნენი ამ დღეს განსაკუთრებულად ვგლოვობთ. ვნების ოთხშაბათის მწუხრიდან ფსალმუნთა კითხვა, ეფრემასურის ლოცვა და მუხლის დრეკა წყდება, გარდა დიდ პარასკევს გარდამოხსნასთან აღსრულებული დიდი მეტანიისა. დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნთა კითხვა განახლდება კვირა ცხოვლობიდან, ხოლო მუხლის მოდრეკა კი სულთმოფენობის კვირას წაკითხული საგანგებო ლოცვების შემდეგ. ვნების შვიდეულის ხუთშაბათს ყველა მოქმედ ტაძარში ბასილი დიდის ლიტურგია სრულდება. ამ დღეს მაცხოვარმა თავად დააწესა ზიარების საიდუმლო, როცა მოიწვია საიდუმლო სერობა თავის 12 მოწაფესთან ერთად. სწორედ ამ მოვლენის აღსანიშნავად ყველა უნდა ვეცადოთ დიდ ხუთშაბათს ვეზიაროთ. დიდ ხუთშაბათს მზადდება წმინდა წღვენის ნეულთა საზიარებლად მთელი წლისათვის. დიდ ხუთშაბათს ყველა სამღვდელმთავრო მსახურებაზე აღესრულება ფეხტბანვის რიტუალი. ეკლესიის მეთაური ან ადგილობრივი ეპარქიის მღვდელმთავარი საკათედრო ტაძარში 12 მღვდელმსახურის ფეხტბანვით იხსენებს მაცხოვრის უდიდესი თავმდაბლობისა და სიყვარულის მაგალითს, მის მიერ 12 მოწაფის ფეხტბანვას, რაც იმ ფაქტს შეგვახსენებს, რომ ჩვენც ერთმანეთს ასეთი თავმდაბლობით უნდა ვემსახუროთ. ამავე დღის საღამოს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი, რომელზედაც წაკითხული იქნება ვნების 12 სახარება. 4-ვე მახარებლის სახარებიდან ამოკრეფილი ვნების ამსახველი 12 ფრაგმენტი. ამ დროს ყოველი სახარების წაკითხვის შემდეგ ზარი იმდენჯერ ჩამოჰკრავს, რიგით მერამდენე სახარებაც იკითხება. მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე დღეა დიდი პარასკევი, იგივე წითელი პარასკევი. დღე, როცა მაცხოვარი ჯვარზე გააკრეს. ამ დღეს განსაკუთრებულად უნდა ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს და გვახსოვდეს ჩვენი გამოხსნისთვის ჯვარცმული მაცხოვარი. დიდ პარასკევს ლიტურგია არ სრულდება, რადგან პარასკევს მაცხოვარმა კაცობრიობისთვის საკუთარი თავი გაიღო მსხვერპლად. სრულდება მხოლოდ დიდი ჟამნობა. შემდეგ კი გარდამოხსნის გადმოსვენება ხდება. ამ მსახურების დაწყებამდე ყველა ტაძრის შუაგულში მზადდება ყვავილებით მორთული საფლავი, სადაც დააბრძანებენ წმინდა ტრაპეზიდან გამოსვენებულ გარდამოხსნას, რომელსაც მანამდე ტაძარში შემოატარებენ. მღვდელმსახურნი და მორწმუნენი დიდი მეტანიის გაკეთების შემდეგ მიეახლებიან გარდამოხსნას და ეამბორებიან მაცხოვრის ნაგვემს ხელს. ასე დასვენებული გარდამოხსნა კვირამდე რჩება, რაც სიმბოლურად განასახიერებს აღდგომამდე მაცხოვრის სხეულის 3 დღით საფლავში ყოფნას.
დიდ პარასკევსვე ვღებავთ წითელ კვერცხებს, მარადიული სიცოცხლისა და მაცხოვრის სისხლით გამოსყიდული კაცობრიობის სიმბოლოს. დიდი შაბათის მსახურება მაცხოვრის სხეულით საფლავში, სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და შემდეგ მკვდრეთით აღდგომას ეძღვნება. ცისკარზე მღვდელმსახურნი გარდამოხსნას ტაძრიდან გამოაბრძანებენ და ტაძრის გარშემო სამჯერ შემოატარებენ, ნიშნად მაცხოვრის სიკვდილზე გამარჯვებისა. შემდეგ გარდამოხსნას ისევ შუაგულ ტაძარში დააბრძანებენ, რაც იმას განასახიერებს, რომ იესო ქრისტემ საკუთარი თავის გაღებით კვლავ გაგვიხსნა სასუფეველის კარი. ლიტურგიის მღვდელმსახურთა სამგლოვიარო შესამოსელი და მთელი ტაძარი სადღესასწაულოთი იცვლება. ეს იმ მოვლენას შეგვახსენებს, როცა მენელსაცხებლე დედებს ანგელოზისგან ეხარათ მაცხოვრის აღდგომა. ღამის 12 საათამდე იწყება შუაღამის ჟამი. მისი დასრულების შემდეგ მღვდელმსახურნი საკურთხეველში წმინდა ტრაპეზზე გარდამოხსნას გადაასვენებენ. აქ იგი დარჩება ამაღლების დღესასწაულამდე, რაც სიმბოლურად განასახიერებს მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის ამ ქვეყნად ყოფნას 40 დღის განმავლობაში. ამის შემდეგ კი ყველა მორწმუნე სიხარულითა და სასოებით ელის მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომას.